რა მიზეზები და რა მეთოდები ჰქონდათ, რა შეუბნებოდე ხოლმე როგორც წესი? უფრო აქცენტი მძიმე დაავადებებზე კეთდებოდა? აი აქცენტი ჭიათურაზე მახსოვს ყველაზე მძაფრად, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულ რაღაცას ეუბნებოდნენ, რომ ჭიათურა ყველაზე მაგრად ამახსოვდა. ჭიათურაში ეუბნებოდნენ უკვე 86 წლის მერე რომ ჩერნობილში რომ მოხდა. ჩემზეც ეგუთხრეს. ჩერნობილმა არ იყო, ჭიათურა არ იყო. ქართლში იყო, მაგრამ 86-ის ივლისში ვარ დაბადებული. ხო, გორში იყო რა, გორში დავიბა, სურამელი ვარ, მაგრამ გორში დავიბადე. და დედასაც ეგუთხრეს, რომ როგორცაც ჩერნობილმა მოახდინა, ნაყოფზე გავლენაა. ხო, ანუ ნახეთ ამას, არ ვიცი, ხა გორში პირველად გავიგე, ეგ ხდებოდა ჭიათურაში, ანუ ამუშავებდნენ დედებს და ეუბნებოდნენ, რომ აი ჩერნობილში რომ მოხდა აფეთქება, ამ აფეთქებისგან ღრუბელი წამოვიდა საქართველოში და კონკრეტულად შენ შვილზე ანუ სხვა ბავშვებს რატო არ იმოქმედა არ ვიცი, მაგრამ გორის სამშობლოსაც შეეხება, გორის სამშობლოდან მოპარული იმდენი ბავშვი ყავს ნაპოვნი, იმდენი ბავშვი მოპარული ბავშვი, რომ რავი გადაცემები გაკეთებული, ჩაგიყრით და ნახეთ. არა, მეორე რაღაც ნახეთ და ისეც ვიცით რა ხდებოდა. ახლავე მოვალ ერთ კითხვასაც დავსვამ და სტატისტიკა ალბათ რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით რა ძიმე თემაზე როგორ გვიხალისებს ჩართოებით. ჩაშალა გადაცემა. ეხლავე დედა. აი კითხვა ხოდა რა სტატისტიკა ზუსტი ალბათ შეუძლებელი, მაგრამ დაახლოებით რა რაოდენობაზეა საუბარი თუ შეიძლება რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი ადამიანი იმატება ჯგუფში. ჩვენ როგორც სტატისტიკურად გვაქვს უკვე 150,000-ზე მეტი ადამიანი ეძებს შულს, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს არნიშნავს იმას, რომ რამდენი ბავშვი არის მოპარული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აი ახლა გულში იმყვებოდა ლიკა ჯიშკარიანი, რომ ლიკას დედას გამოატანეს სასახლე, ლიკას თავისი საფლავია, ანუ ის ქვა აქვს, გოგო საკუთარი, სადაც ოჯახი მიდოდა კვერცხებს უგორებდა აღდგომაზე. ხო, საკუთარი და ეს შარშან სექტემბერში ლიკა მიპოვა ოჯახი ტესტით. მამა სად არის? ახალი მამა ხავს. ხო და შესაბამისად რეალურად ჩვენ მართლა არ ვიცით ამ ხალხმა ვინ დაკრძალა, ვინ არ დაკრძალა, ვინ წაიყვანა, ვინ არ წაიყვანა, ამიტომაც სანამ სახელმწიფო გვერდში არ დაგვიდგება და ანუ ლიკას შემთხვევაში როგორცაც სხვა გარდაცვლილი რეალური ჩვილი ცარიელი გაატანეს და უბრალოდ ოჯახმა აღარ გახსნა ძიმე ისანახავი. სავარაუდოდ ცარიელი გაატანეს. და ეს რა პერიოდიდან იწყება, მაგის თქვა შეიძლება. 50-იანებიდან გვაქვს დასწრებული ფაქტები, თუმცა შეიძლება მანამდე იწყებოდა და ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ის ქალები, რომლებმაც იმშობიარეს 50-მდე, ჩვენ არ გვეკონტაქტებიან, ანუ არ გვაქვს ამათაშა.